ბოლო ინფორმაციით თავდამსხმელი ამ დრომდე არ არის დაკავებული, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი ეჭვი და მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის რაც დღეს ბათუმში მოხდა, ეს ყველაფერი უკავშირდება გავლენების გადანაწილებას ბათუმში და სხვადასხვა ეჭვები და ფაქტები არსებობს ამის შესახებ, თუმცა ვიდრე უფრო მეტს ამის შესახებ გიამბობდეთ, გეტყვით რა მოხდა ბათუმში. დღის პირველ ნახევარში გაისმა ბათუმის ხალხმრავალ ადგილას სროლის ხმა, გაისროლეს 5 ტყვია და 5-ვე ტყვია მოხდა თურქეთის მოქალაქეს 40 წლამდე მამაკაც ყველა ტყვია ზურგის არეში აქვს მოხვედრილი და ის ბუნებრივია ამ დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა და დაზიანდა რესტორნის ფასადიც. თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ახლა არის ზაფხულის სეზონი და ბათუმიც დატვირთულია დამსვენებლებით, ეს რესტორანიც არ არის გამონაკლისი და იქ შემთხვევის მომენტში იმყოფებოდა ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებიც სიკვდილს ფაქტობრივად სასწაულებრივად გადაურჩნენ. ამ შემთხვევაში მხილებული არის ერთი ადამიანი, მისი იდენტიფიცირება ჯერჯერობით ბუნებრივია არის შეუძლებელი, რადგან პოლიციას ის ამ დრომდე არ დაუკავებია. მან გასროლის შემდეგ შეძლო და ტერიტორია დატოვა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შემთხვევა საკმაოდ ხალხმრავალ ადგილას ბათუმის ცენტრში მოხდა, არ უნდა გაუჭირდეს ესეთ გამოძიებას ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება, საიდანაც მოხდება უკვე დანაშაულში მხილებული პირის იდენტიფიცირება, თუმცა ჯერჯერობით მისი დაკავება ვერ მოხდა. რაც ამბობდნენ ადგილზე მყოფი ადამიანები, ჩვენ ახლა შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. შემთხვევის შესახებ შეგიძლიათ გითხრათ რა მოხდა? რავი, ახლა მოვედიმეს და რამაც ვერ გეტყვით, არ ვიცი. აქ ადგილზე გასროლის კამათის ხმა იყო მანამდე. ეგეთი ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რომ ერთი ტარი არის, ვიცი. всё, მეტი არა. მოტივი სავარაუდო თუ იცით? არა, ამე არ ვიცი. ძირითადად თურქების არიან, არაბების, რავი ახლა. გასროლის ხმა გაიგონეთ? არა, უბრალოდ საჩაიკეტა და მელოდები გახსნა, სხვა არაფერი არ ვიცი. ან მანამდე ჩხუბის ხმაც არის მოდა. არა, მე ბოლოს მოვედი. რომ მოვედი უკვე დაკეტილი იყო. შეგიძლიათ გითხრათ რა გაიგეთ რა მოხდა? არ ვიცი მე ახლა გამოვედი. გასროლის ხმა არ გაგიგიათ? მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი, რა დროსაც გავიგონეთ სროლის ხმა, რამდენიმე ხნის შემდეგ გავიგეთ, რომ უცხოელებს შორის მომხდარა დაპირისპირება, როგორ შეიძლება ბათუმში შუაგულ ქალაქში, ტურისტულ ცენტრში, სადაც ამდენი ადამიანი დადის, ამდენი ტურისტია, დღისით, ბზისით, ხდებოდეს მკვლელობები და ამას ხელს ვერავინ ვერ უშლიდეს. ახლა კი იმის შესახებ თუ რატომ არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და მოსაზრება იმის შესახებ, რომ დღეს რაც ბათუმში მოხდა არ არის უბრალო შემთხვევა და შესაძლოა ადგილი ქონდეს უფრო დიდ დანაშაულს. რესტორანი, სადაც გასროლა მოხდა, ეკუთვნის თურქ ბიზნესმენს, ეს არის დერქან ბაშერი, რომლის ავტობიოგრაფიასაც თუ გადავხედავთ, მარტივი აღსაქმელი იქნება ის, რომ ის დაკავშირებულია მათ შორის კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მისი ბიოგრაფიული მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სახელი ასევე დაკავშირებულია თამაშების ბიზნესთანაც და ასევე მოსაზრება იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვის წინ ბათუმში მომხდარი სროლის მთავარი ფიგურანტი, მთავარი სამიზნე უნდა ყოფილიყო დერქან ბაშერი. რამდენიმე თვის წინ მოხდა ეს შემთხვევა, მაშინ გაისროლეს იგივე ამ რესტორანში, თუმცა როგორც ბათუმში ამბობენ, მაშინ დერქან ბაშერი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. რაც შეეხება თავად ამ ბიზნესმენს, მისი სახელი და გვარი ასევე უკავშირდება გალი ფოსტურკს, არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ გალი ფოსტურკის მარჯვენა ხელია დერქან ბაშერი და ასევე მისი სახელი და გვარი უკავშირდება საკმაოდ გავლენიან თურქ ბიზნესმენს, ეს არის ვეისელ შაჰინი, რომელიც ფლობს ტოტალიზატორების მსხვილ ბიზნესს. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ ის რაც რამდენიმე თვის წინ ბათუმში მოხდა, სწორედ ამ ფაქტის გაგრძელებაა დღეს მომხდარი მკვლელობა ბათუმში და შეიძლება ადგილი ქონდეს ბიზნესწილების გადანაწილების მცდელობას და ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის საქმეების კრიმინალური წესებით გარჩევას. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბათუმში თურქეთის მოქალაქეებს კლავენ, ასე მოხდა მაგალითად 1 წლის წინაც, მაშინ 3 თურქეთის მოქალაქის ხედარი იპოვეს და ასე მოხდა რამდენიმე წლის წინაც. შესაბამისად, ბათუმში ამბობენ, რომ ახლა თურქეთის მოქალაქეები ბათუმში ბიზნეს ინტერესების თვის გამოცხადებული აქვთ ერთმანეთთან კრიმინალური წესებით ბრძოლა. მილიარდელი კრიმინალები თურქეთის რესპუბლიკიდან, რომლებიც შემოსულიანიან აქ და ფაქტიურად ყველაფერზე და ყველაზე აქვთ გავლენა. და ეს არ შეიძლება. აი ეს რაც მოხდა ეხლა დღეს აქ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. სულ რამდენიმე თვის წინ აქ იყო მსგავსი ფაქტი, მკვლელობა, მაშინ მის ესე იგი ადრესატი იყო მიზანში ყავდათ
დერქან ბაშირი ბიზნესმენი არის ასეთი კრიმინალი სხვათა შორის თურქეთიდან გამოქცეული ძებნილი მისი არის ეს რესტორანი და უბრალოდ მას გაუმართლა რომ იმით რომ სხვას მოხვდა ტყვია და სავსებით უდადაშაულო ადამიანი დაიღუპა ჩვენს ქალაქში მოიყარა თავი თურქმა კრიმინალებმა, რომლებიც ფლობენ ძალიან დიდ თანხას, ფაქტიურად მათი გავლენის ქვეშ ხდება ბიზნესი, ასევე კრიმინალური გარჩევები და დღევანდელი დღეც ზუსტად ამ კრიმინალის შედეგია. ამ რესტორნის მეპატრონეს, რომელიც არის ძებნილი და კრიმინალი, ეხლა ხან შეიძინა იჯარით მე მგონი სასტუმრო რამადა და სავსებით შესაძლებელია რომ უახლოეს პერიოდში ეს სასტუმრო გახდეს კრიმინალების თავშესაფარი და საქმეების გარჩევის ადგილი. ასევე ჩემი ინფორმაციით ამ სასტუმროში კონცენტრებია განთავსებული და ესეც გადასამოწმებელია. როგორც თქვენ მოისმინეთ, დერქან ბაშერი არის თურქი ბიზნესმენი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ძებნილად არის გამოცხადებული. მან რამდენიმე წლის წინ შეაფარა თავი საქართველოს და ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა შემთხვევის ამსახველი პირველი კადრები, სადაც ჩანს ჩაფხუტიანი პირი, რომელიც ისვრის უკვე მსხვერპლის მიმართულებით. ეს არის პირველი ვიდეო მასალა, სადაც დაფიქსირებულია უკვე დანაშაულში მხილებული პირი. ერთ-ერთი ვერსიით სხვათა შორის ეს პირი შესაძლოა იყოს დაქირავებული ქილერიც, რომელმაც დავალება შეასრულა. ახლა მას ეძებნაა გამოცხადებული და შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მხილებულ პირს ეძებს ყველგან. სავარაუდოდ მის წინააღმდეგ ეს ჩანაწერიც მათ შორის იქნება მთავარი მტკიცებულება, ისევე როგორც ბათუმის სხვა ხალხმრავალი ადგილებიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერებიც.